მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ვნახოთ თუ ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. ახლა მე მინდა რომ თქვენ ჩაიფიქროთ ერთი კონკრეტული სურვილი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ამ შემთხვევაში არ გირჩევდით იმას, რომ ორი ან მეტი სურვილი ჩაიფიქროთ და ვარიანტები დააკავოთ. უმჯობესია კონცენტრირდეთ ერთ სურვილზე და ვნახოთ აბა ასრულდება თუ არა. სამ ვარიანტიანი გაშლა გვაქვს, როგორც ხედავთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. დავარიგებ ახლავე არკანებს და ვეცდები მხოლოდ თითო არკანით გითხრათ, ასრულდება თუ არა. და ვნახოთ აბა, კონცენტრირდით თქვენ სურვილზე, კარგად წარმოიდგინეთ, შეიგრძენით ეს სურვილი და ვნახოთ აბა, ასრულდება თუ არა. პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული სურვილი, მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული სურვილი და მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული სურვილი. აირჩიეთ პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. საჯარო გაშლები უფასო არის მეგობრებო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენს ლაიქებს. აირჩიეთ, ჩაიფიქრეთ, კარგად წარმოიდგინეთ თქვენი სურვილი, რომელიც გაინტერესებთ. თუ ასე გიჭირთ არჩევა, თვალები დახუჭეთ, წარმოიდგინეთ სურვილი და როდესაც გაახელთ ვარიანტი თავად დაგიძახებთ. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. თასების ტუზი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენი ნამდვილად არის ეს სურვილი. და ტუზი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობები, ახალი ემოციები, ახალი შთაბეჭდილებები, ხო? თასების ტუზი. ამიტომაც აქ პირდაპირ გეუბნებით, რომ დიახ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირველი ვარიანტი, თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება. მეცაც ვიტყვი, სავსებით შესაძლებელია გზაში იყოს. ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ნელ-ნელა თითქოს გზაში არის თქვენი ეს სურვილი. რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. ხო, დღეს და ხვალ შეიძლება არ ასრულდეს, მაგრამ აუცილებლად ასრულდება, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და პლუს ამასთან ერთად, პირველი ვარიანტი თქვენთვის რჩევა იქნება, ხშირად წარმოიდგინოთ ეს სურვილი, მოახდინოთ ამ სურვილის ხშირი მანიფესტაცია, ვიზუალიზაცია, კარგად წარმოიდგინოთ ხოლმე, შეიგრძნოთ ხოლმე. ეს უფრო მარტივად მოგაზიდინებთ თქვენს სურვილს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, თანაც ნახეთ როგორი სიმბოლურია ვარდისფერი კვარცი და თასების ტუზი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი, აბა თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა. ღმერთო ჩემო მეგობრებო, რა ხდება? ტუზი. ნეტ მესამე ვარიანტის ტუზი გვექნება თუ არა, კვერთხების ტუზი. მეორე ვარიანტი, თქვენი სურვილიც აუცილებლად ასრულდება და ნახეთ კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე, აქ ცოტა სხვანაირად ვხედავ სიტუაციას, თითქოს უკვე შეშვებული არის ეს პროცესები და უკვე ნელ-ნელა თქვენ ხედავთ ამ სურვილის თუნდაც პატარ-პატარა შედეგებს, ასეთი ენერგიები, ასეთი ინფორმაციები წამოვიდა. ნუ რომც ვერ ხედავდეთ, თქვენი სურვილიც აუცილებლად ასრულდება, მეორე ვარიანტი, მაგრამ რაღაც იგრძნობა უკვე რა. თითქოს უკვე ხედავთ ამ სურვილის პატარ-პატარა შედეგებს. უკვე ჩანს ეს შედეგები. რაღაც გარკვეული ფესვები უკვე გრძნობთ ენერგეტიკულად, უკვე ხედავთ შედეგებს, თუნდაც პატარ-პატარას. ამიტომაც თქვენთანაც კი ბატონო ასრულდება, ძალიან მიხარია მეგობრებო, იმედი მაქვს მესამე ვარიანტიც ასრულდება და ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, ვინც ამოირჩიეთ თქვენი სურვილი, ასრულდება თუ არა. კვერთხების ათიანი. ნუ აქ აშკარად ხედავ იმას, რომ თქვენ ამ სურვილისთვის ძალიან ბევრს წვალობთ, ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ სურვილზე, ძალიან ბევრი დარდები იგრძნობა ამ სურვილთან დაკავშირებით. სხვათა შორის აქ სავსებით შესაძლებელია თქვენ ძალიან ბევრ პასუხისმგებლობასაც იღებდეთ იმისათვის, რომ ოღონდაც ეს სურვილი ამისრულდესო, ძალიან ბევრ პასუხისმგებლობას, ძალიან ბევრ თითქოს სტრესში გაგდებთ ამ სურვილზე ფიქრი. თითქოს სტრესში გაგდებთ. აქ ძალიან მჭირდება რომ დავამატო არკანები, ერთი არკანი მაინც. აბა ასრულდება თუ არა მესამე ვარიანტის სურვილი? ასრულდება თუ არა? არკანი თასების სამიანი, არკანი ძალა
არკანი განდეგილი. შეხედეთ მეგობრებო, თქვენ ამ სურვილზე ძალიან ბევრს ფიქრობთ აშკარად და ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ეს სურვილი მაინც და მაინც თქვენი არ არის მეთქი, თუმცა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში მე არ გირჩევდით იმას, რომ უფრო კარგად შეისწავლოთ საკუთარი თავი და უფრო კარგად შეისწავლოთ ეს სურვილი, იმიტომ რომ შესაძლოა ეს სურვილი ცოტა სხვა რაღაც სურვილისგან გამომდინარეობდეს და ნახეთ თითქოს ეს სურვილი, რაც თქვენ გინდათ, ამ სურვილში შედის ძალიან ბევრი რაღაც. ანუ მაგალითად, არ ვიცი, თქვენ შეიძლება გინდოდეთ, რომ აი იმედი მაქვს არაფერი ძალიან ზოგადი არ ჩაგიფიქრებიათ, როგორიც არის ბედნიერი ვიყო, იმიტომ რომ ბედნიერება ყოველთვის სხვადასხვანაირი არის, ხო? თუ რაღაც ასეთი გააკეთეთ, თავიდან ჩაიფიქრეთ, უფრო კონკრეტული რაღაც სურვილი, მაგრამ აქ რაც გინდათ, აი დაუშვათ გინდათ, რომ არ ვიცი, ყავდეთ სამეგობრო წრე სხვანაირი, ან გინდათ, რომ არ ვიცი, ყავდეთ პარტნიორი ან რაღაც ასეთი. ამ შემთხვევაში გეტყოდით იმას, რომ სურვილს ნამდვილად აქვს ასრულების პოტენციალი, როგორც მინიმუმ, მაგრამ ამ სურვილში ძალიან ბევრი რაღაც შედის. ასრულდება თუ არა სურვილი? კიდევ ერთი არკანით მინდა დავადასტურო. ჩემი ვარაუდი ასრულდება თუ არა თასების ცხრიანი აუცილებლად ასრულდება მეგობრებო აუცილებლად უბრალოდ ნახეთ ორი უფროსი არკანი ყავს არკანი ძალა და არკანი განდეგილი იმისათვის რომ ეს სურვილი ასრულდეს თქვენ გჭირდებათ ახლა ის ტრანსფორმაციული ენერგიები რომლებშიც უკვე ხართ თითქოს უკვე გადიხართ რაღაც ტრანსფორმაციას ან პრეტრანსფორმაციულ პროცესებს თქვენს რეალობაში იგრძნობა ძალიან ბევრი გადაღნილობა გავიმეორებ და ნახეთ აქ თქვენ ამ სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ ადამიანებთან უფრო ცოცხალი კომუნიკაცია, უფრო მეტი კომუნიკაციები რომ გქონდეთ რეალობაში შეძლების დაგვარად და ასევე დაგეხმარებათ ის რომ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოთ საკუთარ თავში, უფრო სიღრმისეულად დაფიქრდეთ კონკრეტულად რა გინდათ და როგორ გინდათ, ხო? ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროს კონკრეტული სცენარი უნდა მისცეთ, რომ აი მხოლოდ და მხოლოდ ასე და ასე უნდა ამისრულო, ხო? არა, არავითარ შემთხვევაში კონკრეტული სცენარით არ შეზღუდოთ სამყარო, უბრალოდ უფრო უკაცრავად სიღრმისეულად დაფიქრდით, რა გინდათ უშუალოდ. ხვდებით, ხო? სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა. სამივე სურვილი ასრულდება, ძალიან მიხარია თქვენს მაგივრად წარმატებები და ნახვამდის.